ვისაუბრებთ საკვების ალერგიაზე, ადამიანები როცა იღებენ საკვებს რამეს და ამაზე აქვთ ალერგია, top 10 ნიშანს ვიტყვით, შემდეგ ვიტყვით ყველაზე მთავარი 15 საკვები, რომელიც ალერგიას იწვევს და შემდეგ როგორ მკურნალოთ. პირველი ნიშანი არის კანზე გამონაყარი, ყველაზე ხშირია, როცა საკვებზე ალერგია აქვს ადამიანს, ამას ჭინჭრის ციებას ეძახიან და ადამიანს წითლად, მკვეთრად, მნიშვნელოვნად გეგონება შეუშუპდაო და გამოყრილი აქვს კანზე. შეიძლება მთელს სხეულზე ქონდეს, შეიძლება ლოკალიზებულად ქონდეს სადმე ძირითადად არის მსუბუქი ან საშუალო შემთხვევები. არ კანზე გამოყრა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რთული ალერგია ემართება ადამიანს. ტუჩების სახის შეშუბება, თვალების შეშუბება, ანგიოედემას ეძახიან ამას. ეგეც საკმაოდ ხშირი სიმპტომია და ფილმებში არის ხოლმე ხშირად, რომ აი შეჭამენ რაღაცას ადამიანები განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებს რესტორანში და შემდეგ უშუპდებათ ეს სახე უსივდებათ და აი არის საკვების ალერგია. პირის და ყელის მიდამოში ქავილის შეგრძნება, ბევრს დამართნია შეიძლება, რომ რაღაც კონკრეტული საკვები უჭამია, ხშირად არის ხოლმე ნიგვზიანები და თხილეულები, რომელიც იწვევს ქავილის შეგრძნებას. ანუ ჩვეულებრივ შეიძლება პირის ღრუ გააღიზიანოს სხვა კონტრასტულმა საჭმელებმა. ეს არ ნიშნავს მაინც ალერგიას, მაგრამ ალერგიულ რეაქციასაც ახასიათებს, როცა ქავილის შეგრძნებას იწვევს პირის ღრუში. მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ესენიც მნიშვნელოვანი სიმპტომია ალერგიის შემთხვევაში და 50%-ია. და ფაღარათი ან დიარეა 40% შემთხვევაში ალერგიების საკმაოდ ხშირია ეგეც და უფრო მეტად, უფრო ძლიერი ალერგიების დროს იცის ხოლმე. ასევე ცხვირი შეიძლება შეუგუბდეს ადამიანს, შეუშუპდეს და ვეღარ სუნთქავდეს ცხვირით კარგად და აცემინებდეს, ან ცხვირიდან ჩამოსდიოდეს. ესეც საკვების ალერგიის ნიშანია, თუ ალერგიის მიღების შემდეგ ხდება ეგეთი რაღაც ალერგია. შეიძლება იყოს მაგალითად მიწისხილს მტვერი და შეიძლება იყოს უბრალოდ შეჭამოს ადამიანმა მიწისხილი ან სხვა საკვები. ხველა და ვიზინგი, ხველა და ხმაურიანი სუნთქვა, ესეც შეიძლება რომ საკვებით იყოს გამოწვეული. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ეს საკვები, ყველა საკვების მიღება ან ვინც ცოტა ალერგიულია, ყველას ხველა და ვიზინგი ემართება, მაგრამ მნიშვნელოვნად შეიძლება რომ სუნთქვის გაძლება გამოიწვიოს და ბრონქოსპაზმი გამოიწვიოს. უფრო რთული შემთხვევებია ეგენი. და კიდევ უფრო რთული შემთხვევაა, როცა მაგალითად ანაფილაქსია. მაგალითად, დაახლოებით ადამიანების, ვისაც საკვებზე ალერგია აქვს, 20-25%-ს სასუნთქის სიმპტომები ქონია. მაგრამ ანაფილაქსია არ ქონია. ანაფილაქსია ბევრად იშვიათია. ანაფილაქსია არის, როდესაც იმდენად ძლიერად ხდება სასუნთქი გზების შეშუბება, რომ საკმაოდ სასწრაფოდ თუ არ უმკურნალე, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქცია. და ყელის მიდამოში ღიტინის შეგრძნება, ყლაპის გაძნელება, ესენიც ალერგიის ნიშნებია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ყლაპა თუ უძნელდება ადამიანს აუცილებლად ალერგია აქვს, შეიძლება სხვა მიზეზებიც ქონდეს, მაგრამ საკვების ალერგიასაც ახასიათებს. და იშვიათად ძალიან თაბრუსხვევა, წნევის დაკარგვა ეგენი, წნევის დაქვეითება ეგენი და გულის წასვლა მძიმე შემთხვევებია და იშვიათია შემთხვევების დაახლოებით 10-15%-ში გვხვდება. ახლა თქვათ ყველაზე ხშირად რომელი საკვებია, რომელიც იწვევს საკვებზე ალერგიას. ყველაზე ხშირი არის მიწისთხილი. მიწისთხილი ერთ-ერთი ყველაზე ალერგიულია და თუ კი ადამიანს არ აქვს ალერგია, პრობლემა არა, მაგრამ თუ ალერგია აქვს, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ალერგიული არის მიწისთხილი. სხვა თხილეულები მოდის შემდეგ მეორე ადგილზე და სხვა თხილეულებიც არ არის ნაკლები, მაგალითად ნუში, ნიგოზი, ქეშიუ, ფისტაჩკას რომ ეძახიან და კიდე ჩვეულებრივი თხილი, ყველა მიწის ალერგია. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ალერგენებია თხილეულობა ყველანაირი რეალურად. ამიტომ ადამიანმა სამ თქვათ თხილს შეჭამს დიდი რაოდენობით, კარგი იქნება რომ მიცოდეს ხომ არა აქვს ამ თხილზე უარყოფითი რეაქცია. და ასევე ზღვის პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე ხშირია, რადგან ადამიანს ალერგია აქვს, თევზი, რძე, კვერცხი, სოიო, მოკლედ რაში ცილები შედის, ბევრი რამეა ძალიან ალერგიული, არ და ადამიანს ძალიან ჭირდება ცილები, მაგრამ მაინც ზოგადად ცილები ხშირად არის დაკავშირებული ალერგიასთან, სოიო, ქვილი, თეთრი ფქვილი, სეზამი
და ბევრი საკვებია დაკავშირებული, მათ შორის ხილები, კივი, ვაშლი, ატამი და მათ შორის სხვა ხილებიც, ჩირები მაგალითად, შესაბამისად, კაი ალერგენებია მოკლედ საკვები, ბევრნაირი, ამიტომ ადამიანმა კარგი იქნება რომ დააკვირდეს, რაზე აქვს ალერგია, რაზე არა და მისი მიხედვით იკვებოს, რადგან მთელ ორგანიზმს დაეხმარება ამით. რაც შეეხება მკურნალობას, პირველი რიგის მკურნალობა რა არის ალერგიის დროს. აქ საუბარი არაა თუ ანაფილაქსია დაემართა, ადამიანს სუნთქვა რო უჭირს და ძალიან მნიშვნელოვანი ბრონქოსპაზმი რომ არის და რო უშუქდება სასუნთქი სისტემა, მაგაზე არ მაქვს საუბარი. მსუბუქ შემთხვევების დროს ყველაზე კარგი გამოსავალი არის ანტიჰისტამინების მიღება, H1 ბლოკერებს ეძახიან და მაგალითად ცეტირიზინი, ლორატადინი, დიფენჰიდრამინი, ფექსოფენადინი, ეგენი ძირითადად თითო დოზები გამოიყენება ხოლმე, ერთხელ თქვა 5 მგ-იანი ცეტირიზინი ან 10 მგ-იანი ლორატადინი. ან 25 მგ დიფენჰიდრამინი. მაგრამ დიფენჰიდრამინი იწვევს იმას ძილიანობას და მოთენთვას, ან ისა ფექსოფენადინი მაგალითად, რომელიც ნაკლებად იწვევს ესეთ სიმპტომებს. კორტიკოსტეროიდები უფრო რთული შემთხვევების დროს გამოიყოფა, მაგალითად გამოიყენება პრედნიზონი მაგალითად 40-60 მგ აბი და ან დოზირებას აქვს მნიშვნელობა, ნელ-ნელა მოკლებაც შემდეგ, ანუ ერთ ბაშად მოხსნაც არ შეიძლება, ანუ სიფრთხილეა საჭირო, ანუ მაინც კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ანუ ადამიანმა თავის ინიციატივით არ უნდა გააკეთოს, ექიმის დანიშნულებით ხდება. და კორტიკოსტეროიდები ზოგი ფიქრობს რომ არის ხოლმე ან დექსამეტაზონს სვავენ ხოლმე და ფიქრობენ რომ არის ანაფილაქსიის პრევენციისთვის, ვერ ახდენს ანაფილაქსიის პრევენციას, ან ყველაზე მძიმე ალერგიის პრევენციას ვერ ახდენს, მაგრამ დაეხმარება ხოლმე იმაში რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს სხვა ალერგიული სიმპტომები, შესაბამისად ან გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, მაგრამ არა იმისთვის რომ მაგალითად ავიცილოთ თავიდან ის ანაფილაქსია. ბრონქოდილატატორები მაგალითად ალბუტეროლი, სალბუტამოლი ესენი გამოიყენება, ეს არის შესასუნთქია იმისთვის რომ ბრონქები გააფართოვოს, როცა საჭიროა და თუ საჭიროა. და ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდები არ უნდა მიიღოს ადამიანმა, იმიტომ რომ ალერგიული რეაქცია პირიქით შეიძლება გააძლიეროს, ამიტომ ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდები არ უნდა მიიღოს. და მძიმე ალერგიული შემთხვევა თუ არის, როგორც არის ანაფილაქსია, ამ დროს არის ერთ-ერთი გამოსავალი, ეს არის ეპინეფრინის ნემსი, იგივე ადრენალინი, მაგისი ნემსია, რომელიც უნდა დაირწოს ადამიანმა, სპეციალურად ეგეთ ფორმულირებები იყიდება. თუმცა საქართველოში ვარკოდი და მე მგონი არ იყიდება პირდაპირ და რატო არ იყიდება მე ნამდვილად არ მესმის, აუცილებლად უნდა შემოიტანონ, იმიტომ რომ გაიდლაინებით ეს არის მოწოდებულია ეს ადრენალინის ნემსები ანაფილაქსიის შემთხვევაში და ბევრი სიცოცხლის გაარჩენა შეუძლია. ამიტომ თუ არის საქართველოში, დაწერეთ კომენტარებში, საინტერესო იქნება. თუ არ არის საქართველოში, მაშინ რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მოუწოდოთ ვისაც შეუძლია რომ შემოიტანოს, იმიტომ რომ ბევრი სიცოცხლის გაარჩენა შეუძლია ნამდვილად. ანაფილაქსია სასიკვდილოა და ჩვენ დავწმუნდით კიდევაც, აი ქართველი შემთხვევა იყო იქ ცოტა ხნის წინ, რომ ანაფილაქსიით დაიღუპა და ამიტომ პირდაპირ ამ სიცოცხლეს ეხება ეს ადამიანის სიცოცხლეს, ამიტომ არ შეიძლება რომ ესეთი პრეპარატი არ არსებობდეს და არ იყიდებოდეს. ხო. რა თქმა უნდა, სასურველია რომ გრძელვადიანად აირიდოს ადამიანმა ის საკვები, რომელზეც ალერგიულია, თავიდან დროთა განმავლობაში ეს მნიშვნელოვანია. და ტესტირება არსებობს, სკანის ტესტირება არსებობს სხვა საკვებზე, რაზე ადამიანი ალერგიული და მერე მისი მიხედვით განისაზღვრება ხოლმე კიდე ეს ალერგიულობა და კარგი და საჭირო ტესტია, რადგან ბევრი ალერგიის თავიდან აცილება შეგიძლიათ ამით. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერთ, მადლობა ინტერესისთვის.